Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიურ თემებზე საუბარს და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თორის საკვირველ თავს, რომელსაც ქვია ბალაკი. ძალიან მნიშვნელოვანი თავია, ჩემო კარგებო, ბალაკის თავი. თქვენ იცით, რომ წინა შაბათს ჩვენ გვქონდა თორის საკვირველ თავი ხუკად და ვისაუბრეთ მცნებებზე, რომელიც ჩვენთვის ბოლომდე გაუგებარია, მაგრამ ჩვენ რწმენით მას მემორჩილებით. არსი ამ ხუკატის არეზუსად ესა, რომ ჩვენ რწმენით დავემორჩილოთ უფალს, ვენდოთ უფალს თავის გადაწყვეტილებებში და თავის ცნებებში. თუნდაც ის ბოლომდე ჩვენ არ გვესმოდეს. ერთ-ერთი განმარტება ხუკატის არის ესეთი, რომ შენ შეასრულეს დავალება და შესრულების დროს გაიგებ მის არსს. მაგრამ ერთი დეტალი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი მინდა გითხრათ ხუკატის თავთან დაკავშირებით, მაგალითად წითელი დეკეულის მსხვერპლთან მოტანა, რატო იყო მედამეზე მდედრობითი სქესის. მთელი ისრაელში თქვენ იცით, რომ ყველაფერი იყო მამრობითი სქესის შესაძლებლობებში, მაგრამ ეს ერთი გამონაკლისი იყო დეკეული, რომელიც იყო მდედრობითი სქესის. და ეს მსხვერპლი ეხებოდა ზუსტად გაუწმინდურებულ რიტუალის შესატარებად. ადამიანი, ვინც რიტუალურად გაუწმინდურებული იყო, იმისთვის იყო ეს დეკეულის ფერფლი, ეხმარებოდა მას გაწმენდაში. და აქედან არის ესეთი წამოსული განმარტება, რომელიც მე საერთოდ მომწონს და მიღებული არის. ეს განმარტება არის ის, რომ ეს იმცნება პირდაპირ ქალთანაა დაკავშირებული. თქვენ იცით, რომ ქალი, როდესაც შობდა, დედაკაცი, რომელიც შობდა შვილს, თუ ის 100 შობდა, ის 80 დღე იყო გაუწმინდურებული, თუ ბიჭს შობდა, ის იყო 40 დღე. ეს ზოგიერთმა სამწუხაროდ გაურკვეველმა ადამიანებმა, ასე წყალებში ვთქვათ, გაურკვეველმა ადამიანებმა, რომელმაც ვერ გაიგენ და არიციან თორის მნიშვნელობა, არიციან ძველი აღთქმის ტექსტები და არიციან იმას, პრაქტიკაში როგორ იყენებენ ამას ებრაელი ხალხი, მათმა ეს გამოიყენეს დედაკაცის დასაკვირვებლად. ცნობილში იუდაიზმი და საერთოდ ძველი აღთქმა დედაკაცს არ აკრინავს. პირიქით ისინი ამბობენ, რომ დედაკაცი უფრო სრულყოფილია ვიდრე მამაკაცი, რადგანაც მამაკაცს როცა შექმნა ღმერთმა ადამი, მან შეხედა რა ნაკლი ქონდა ადამიანს და ის გამოასწორა ევასთან მიმართებაში და ამიტომ ევა უფრო სრულყოფილი არსება არის. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ამ ხუმრობაში არის სიმართლე, მარცვალი სიმართლისა. მაშასე დაუბრუნდა დედაკაცს, რატო იყო ის 80 დღე გაუწმინდურებული და რატო იყო წითელი დეკეული მაინდამაინც მდედრობითი სქესის ეს მსხვერპლი. ყველაფერი არის სიცოცხლის პოტენციალთან დაკავშირებული. დედაკაცი თავის თავში ატარებს სიცოცხლეს. ესა ძალიან მნიშვნელოვანი. დედაკაცი არის პოტენციური სიცოცხლის მატარებელი. და ამიტომა ეს მსხვერპლი დაკავშირებული იესო ქრისტესთან. იესო ქრისტე თავის თავში არის სიცოცხლის წყარო. და ჩვენ ვცოცხლობ არა ჩვენი, არამედ იესოში ვცხოვრობ. და ამიტომ არის ეს დეკეული, წითელი დეკეულის მსხვერპლი პირდაპირ იესოსთან ასოცირებული. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ჩვენ მე უნდა და მეთქვა მაშინ, მაგრამ გამომჩა უბრალოდ ეთქმა ალბათ ვჩქარობდი და დღეს მინდა უბრალოდ დავამატო სანამ უშუალოდ ჩვენ თორის საკვირველ თავის ბალაკზე ვისაუბროთ. მაშასე დედაკაცი, რომელიც ატარებს პოტენციალურ სიცოცხლეს, რომელიც თავის თავში არის სიცოცხლის წყარო, რადგანაც მისგან მოდის ნაყოფი მასში ჩაისახება და ის აძლევს სიცოცხლეს და გოგოს, რომელიც ვიზეც ის ორსულია და გააჩინა, ის ორმაგად ატარებს, ორმაგად ჭირდება, ამიტომ მას გაწმენდა. ამიტომ რომ ის თავის გაწმენდასაც აკეთებს და მომავალი დედის გაწმენდასაც აკეთებს. ორმაგად ამიტომ ჭირდება 80 დღე და არა რამე ქალის დაკენების ფორმა, ან ქალი უფრო უწმინდულია ვიდრე მამაკაცი და ასე და ასე შემდეგ ეს ხაპრები, რომელიც მოიგონა სამწუხაროდ გაურკვეველმა მორწმუნეებმა. მოდი ასე ვთქვათ. მე მაგ ხალხს ვძახი გაურკვეველ ქრისტიანებს, რომელმაც არ იციან არაფერი. სამწუხაროდ ასეა. ძალიან ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო და მეუბნებიან რატო ასამართლებ და რატო იმაშოვა. მე ჩემო კარგებო, არავის არ ვასამართლებ, მე უბრალოდ ვამბობ სიმართლეს. ზოგისთვის ეს სიმართლე იყოს შეიძლება გასამართლება,
ზოგისთვის ეს იყოს ნუგეში, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს წენა, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს კურთხევა. ამიტომ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ეს ყველაფერი თქვენი გულების მდგომარეობაზე არის დამოკიდებული ჩემო კარგო. არ ამდენად იღებთ სიმართლეს. მაშასა დღევანდელ დღეს მე მინდა ვისაუბროთ თორის საკვირო თავზე, რომელსაც ქვია ბალაკი. ძალიან მაგარი გაკვეთილია ბალაკი ჩემო კარგო, ძალიან ღრმა გაკვეთილებს გადმოგცემს. მაგრამ სანამ უშუალოდ დავიწყებთ, მინდა რომ თქვენ ჩემი გამომწერებო ვინც ხართ, აუცილებლად მოიწონეთ ეს გვერდი, ეს ვიდეო, აუცილებლად დააკომენტარეთ, რადგან თქვენი კომენტარები უშუალოდ ეხმარება YouTube-მა გაავრცელოს და წარუდგინოს ეს სხვა ხალხს და აუცილებლად გთხოვთ გააზიაროთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც თქვენი ვიდეოს აზიარებთ. იყავით ჭეშმარიტების გამზიარებლები ჩემო კარგებო. თუ არ მოგწონთ დისლაიკიც გააკეთეთ, არაა პრობლემა, ავიტანთ. თუ მოგწონთ აუცილებლად დაალაიქეთ. ასევე თუ ვისაც ფინანსურად გინდათ ჩვენი გვერდში დგომა, ყველა ჩვენ ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და აგრეთვე დაემატა PayPal გადახდის სისტემა, ვინც საზღვარგარეთ ხართ, შეგიძლიათ PayPal-ის მეშვეობით გადმოიწყოთ. და მოგიწოდებთ რეაქტიულო თამაში, რადგანაც თქვენი ფინანსური დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არხმა მიფუნქციონიროს ნორმალურად, შეუწყოთ და არხმა განვითარდეს. მაგრამ რატომღაც მე ვატყობ, რომ თქვენ არ მოგხსნათ და ამიტომაც გვერდში არ გიხართ და ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავხუროთ ეს არხი. თუ ასე გაგრძელდა ეს ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს დღესდღეობით, ანუ არანაირი ფინანსური დახმარება არ გვაქვს, ჩვენ არც რეკლამას ვიკეთებთ ვინმეს, არც სპონსორები ვყავს ვინმე, არც ჩვენ დაკვეთით ვინმე გვიგზავნის რამე, ალიქა ეს ვიდეო გამიკეთე, ეს თემა გამიმზადე, ეს არაფერი არ არის, ჩვენ ვართ, ჩვენთვის ვიტყვიან, არავინ დამხმარე არ ყავს, ის მეგობრები, რომლებიც ყავს, ისინი არიან ენთუზიაზმზე მუშაობენ, ყველა და მეც ენთუზიაზმზე ვარ, ჩემო კარგებო, რადგანაც მჯერა რასაც ვაკეთებ, ეს აუცილებელია ხალხისათვის, მაგრამ თუ თქვენ არ რეაქტიურებთ ამაში, უბრალოდ ჩვენ მივხვდებით, რომ თქვენ ეს არ გაინტერესებს და დავხურავთ. ასე რომ რეაქტიურეთ ამაში. მაშასე, გავნაგზავთ დღევანდელი თორის საკვირო თავი ბალაკი, რომელიც არის ბამიდბარის ციგნი, ანუ რიცხვის ციგნი, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ციგნია ჩემო კარგებო. ეს თორის საკვირო თავი ძალიან ბევრ თემებს მოიცავს. თუ ვინმე მოყურეთ YouTube-ზე პირდაპირ ჩართულას, მე ცოტა მიმოხილვა გავაკეთე ბალაკის პიროვნებაზე და რას გვასწავლიდა ბალაკის ეს ისტორია, რას გვასწავლის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ. მაგრამ დღეს ძალიან მოკლედ ვილაპარაკებ იმ თემაზე, თუ ვინ იყო ბალაკი შეხსენების მიზნით და ვინ იყო ბილამ წინასწარმეტყველი, ანუ ზოგიერთ ქართულ თარგმანში ეს არის ბილყამი. ბალაკი იყო მოაბის მეფე. მოაბი თქვენ იცით წამოვიდა ეს ცოდვით ინცესტის მეშვეობით, ინცესტი რომელიც მოხდა ლოტის შვილებთან და პირველი ძე იყო უფროსი ქალიშვილიდან წამოვიდა ეს ლოტის უფროსი ქალიშვილიდან, რომელმაც ინცესტის გზით დაწვა მამასთან, მან გააბრუა მამა, დაათრო, ისე რომ გათიშა რომ ლოტი საერთოდ აზრზე არ იყო დასაკეთებდა. აქედან წამოვიდა ეს ტომი, რომელიც იყო მოაბის ტომი. პირველი იყო მოაბი დაარქვია თავის მამამ ლოტის გოგომ ამ თავის ვაჟს და აქედან წამოსულია ეს მოაბის ტომი. აქედან უკვე ამ ლოტის ისტორიიდან ამ ისტორიამდე თითქმის 500 წელია გასული, მეტი თუ არა. ანუ 500 წლის მანძილზე ჩვენ წარმოგიდგენთ როგორ გამრავდა მოაბის ხალხი, რომ მათ უკვე თავიანთი სამეფო აქვს, თავიანთი მეფე ყავთ და ამ მოაბის მეფე იყო ბალაკი, რომელსაც ეშინოდა ისრაელის ეშინოდა, რადგანაც იცოდა რაც ისრაელს უყო ეგვიპტეს და აგრეთვე ედომს, როდესაც ისრაელმა ისრაელი გამოვიდა უდაბნოში. ეს ყველაფერი იცოდა მოაბმა და ამიტომაც მან გადაწყვიტა ისრაელს
შებრძოლებოდა, მაგრამ მოაბმა იცოდა, რომ ისრაელთან სამხედრო გზით არაფერი არ გამოვა, რადგანაც მათ ყავთ ზებუნებრივი დაცვა, ამიტომაც მან გადაწყვიტა ასევე ზებუნებრივი გზით დაამარცხოს ისრაელი. ზებუნებრივი გზით, რომელიც მისაც თომი იყო და ამ დროს იყო ზუსტად სპარსეთში, ირანში, ბაბილონში რო ვთქვათ, მაშინდელი დრო, მაშინდელი მიდია სპარსეთი რო ვთქვათ, იყო ესეთი მიდიამელი წინასწარმეტყველი, რომელიცაც ერქვა ბალაამი. ბალაამი პიროვნება იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იმ მხარეში. ზოგიერთი კომენტატორები ამბობენ, რომ ის იყო მოსესავი ძლიერი და მას ჰქონდა ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. მიდრაში ძალიან ბევრ ამას გვიყვება ბალაამზე, ბილყამი ვინ იყო, თუ რა ძალაუფლება ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ახლა მიდრაშებზე არ ვისაუბრებთ, ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რასაც უშუალოდ ჩვენ ტექსტი გვეუბნება. რადგანაც მე ვიცი, რომ ბევრს არ გაქვს თვითმცდომა მიდრაშებთან, ხოლო ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ბიბლიის ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ბალაამი იცნობდა ღმერთს და ბალაამა იცოდა ღმერთის დამოკიდებულება ისრაელთან მიმართებაში. რადგანაც როდესაც ბალაკმა გაუზანა ბალაამს მოციქულები და ხალხი, რომელიც მას თხოვენ, რომ მისვლოდა მასთან და დაეწყევლა ისრაელი, ეს ყველაფერი რიცხვთა წიგნის 22 თავში არის დაწერილი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მე ახლა არ წავიკითხავ. ღმერთმა ასე უთხრა პირდაპირ ბალაამს, როდესაც ღამეში გამოიცხადა ესეთი რამე. უთხრა ღმერთმა ბალაამს, არ წაყვე მათ, არ დაწყევო ის ხალხი, რადგან კურთხეულია იგი. ბალაამა უკვე იცოდა, რომ ისრაელთან არის ღმერთი. მაგრამ მაინც გაყვა, მაინც ფულის სიხარბე წაძლია ეს ადამიანი. ჩვენ წინა ვიდეოში ვისაუბრეთ, პირდაპირ ჩართვა რო ქონდა, რომ ადამიანი, რომელიც არის მორწმუნე, არ იყოს ფულის მოყვარული და ვერცხლის მოყვარული. რადგანაც ეს არის ის ცოდვა, რომელიც მას ცუდ გზაზე დააყენებს, რაც საბოლოო ჯამში ბალაამს დაემართა. ის მაინც გაყვა ბალაკის მოციქულებს, ის წავიდა, შეხვდა ბალაკს და გადის უკვე ბალაკს უთხრა, რომ 7 სამსხვერპლო ამიგე, დადგა მთაზე და ბალაკმა უნდა წამოთქვას წყევლა ისრაელზე, მაგრამ ბალაკი ვერ ამბობს წყევლას ისრაელზე და ამიტომ წყევლის მაგივრად ის ამბობს ლოცვას. და აქაა ძალიან საინტერესო მომენტი, ბალაკი 4 ლოცვას წარმოთქვამს კურთხევლას ისრაელზე. ჩვენ დღეს მხოლოდ ერთზე ვისაუბრებთ, დანარჩენებს უკვე შემდეგ თოლის საკვირაო თავზე ვილაპარაკებთ. დროის ძალიან დიდი თემაა. შეიძლება მეორე კურთხევას გამომარტვა, არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ შევეცდები რომ ეს გითხრათ, ეს მომენტი ამ ლოცვაზე დალოცვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სინამდვილეში ებრაელი კომენტატორები ამბობენ, რომ ბალაკის ამ დალოცვაში ჩანს ბალაკის მოტივი, თუ რამდენად უნდა რომ ბალაკს დაეწყევლა ისრაელი. ბალაკს უნდა მთელი არსები დაეწყევლა ისრაელი. მაგრამ მისი წყევლა წავიდა კურთხევად. მას უნდა დაეწყევლა, მაგრამ ვერ ამბობს და ამბობს კურთხევას და ამ კურთხევაში ჩანს თუ ბალაკი რა სფეროების დაწყევლა უნდა ისრაელის მიმართ. და ეს არის ზუსტად ჩვენი დღევანდელი გაკვეთილება. კურთხევებში ჩანს, რა კურთხევებშიც ღმერთმა კურთხა ისრაელი, ჩანს ჩვენი მოქმედების გეგმა და თუ ჩვენ რაში უნდა ვიყოთ ფრთხილები და რაში უნდა ვიყოთ ძლიერები. და ეს არის ჩვენი თორის საკვირაო გაკვეთილი, რომელსაც ქვია ბალაკი. და ამ პირველი კურთხევა, რომელიც იწყება, ეს არის რიცხვთა წიგნის 23 თავის მე-10 მუხში ჩაწერილი. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია აქ და მე მინდა რომ თქვენ კარგად გაიაზროთ ამ სიტყვების მნიშვნელობა. და იცოდეთ წინასწარი კონტექსტი, რომ ბალაამს უნდა ისრაელის დაწყევლა და ღმერთმა ეს წყევლა შეატრიალა ლოცვად, კურთხევად. და ეს არის ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა. მოკლედ როგორ იწყება? როგორ დავწყევლო, ღმერთი არ წყევს, როგორ შევრისხო, უფალი არის ხავს. კლდე მწროლებ და მხედავ მას და მთებიდან და დავწკერი. ახლა ხალხი მკვიდრობს განცალკევები და ხალხთა შორის არ ირიცხება. ვინ აღრიცხა იაკობის მტვერი და ვინ გამოთქვის ისრაელის მეოთხედს? დაემოკვდეს
მართალთა სიკვდილი და იყოს ჩემი აღსასრული როგორც მათი. და მოდი შევუძღოთ განმარტებას ახლა ამ კუთხევის. კლდეთა მწვერვალი და მთები. ჩვენ ვხედავთ, რომ ბალაამი ამბობს კლდეთა მწვერვალები და რა სიმბოლიზებს კლდეთა მწვერვალები? თუ ჩვენ შევხედავთ ბუკვალურად კლდეთა მწვერვალები და მთები, ეს ორი ცალ-ცალკე მდებარეობა და ბალაამი, რა თქმა უნდა, ორივედგან არ იყო ერთდროულად და ვერ გადახება. მან წარმოთქვა ეს სიტყვა პოეტურად, რადგანაც ბალაამს უნდოდა ისრაელის დაწყება. ბიბლიის კომენტატორები ამბობენ, რომ კლდეთა მწვერვალები ეს არის ებრაელთა წინაპრები, მამაპაპები, ანუ ებრაელთა ერის საიდანაც მოდის, აბრაამ, იცხაკი, იაკობი. ამის დაწყება უნდოდა. და აქ არის ჩვენთვის ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომ როდესაც ეშმაკი მოდის შეტევაზე, ის უტევს ჩვენს წინაპრებს, ჩვენს ოჯახებს. მაგალითად, თუ მამა არის ლოთი და შვილი ნორმალური, ეშმაკი ცდილობს შვილს მაინც მედრიკილება ქონდეს ლოთობისკენ. ესაა მნიშვნელოვანი, ეშმაკი ყოველთვის აკვეთებს. თუ მაგალითად მამა არის მოთამაშე, ან ქალებში მოსიყვარულე რო იტყვიან, შვილსაც აქვს მიდრეკილება და შვილსაც მაგისკენ აცწუნებს. ეს არის ზუსტად რისი გაკეთებაც უნდოდა ეშმაკს. ეშმაკს უნდოდა აბრაამის სუსტი მხარეები, ისააკის სუსტი მხარეები, იაკობის სუსტი მხარეები გაეშიშვლებინა და დაეწყებლა. მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ კუთხეულია, წრეობებ და ხედავ მათ მთებიდან დავცქერიო და უყურებ მათ, რომ მათი მამაპაპები ნორმალური ხალხი იყო, ჩემს თვალში ისინი მართალი ხალხია. და ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ჩვენ მორწმუნეები ვართ, ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილებთან ისე მოვიქცეთ, რომ ჩვენი სისუსტეები არ გადავდოთ მათ შვილებს. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მწერალი ამბობს, სხვადასხვა ქართველი მოღვაწეა, ქართველი მასწავლებელია ეს ადამიანი, რომელიც მუშაობს მოსწავლეებთან, მთელი ცხოვრება პედაგოგი იყო, ეს პიროვნება უბრალოდ სახელი არ მახსოვს, მაგრამ ვიდეოები თუ გეხვდებათ ლექციები, მას აქვს ერთი გრანდიოზული ფრაზა ნათქვამი. მშობლები შვილებთან ერთად ვიზრდებით. ვიზრდებით, ანუ მშობლებიც ვიზრდებით შვილებთან ერთად. და ჩვენ ამიტომ მშობლებზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი რამე ცუდი თვისება, ჩვევა, მამლე ჩვევა, ეს შეიძლება იყოს გინება, თამაში, მუდომანია, ან რაღაცები არ გადაეძოს, გადავდოთ ჩვენი შვილებს. რადგანაც ჩვენი შვილები ამას ისუტავენ როგორც ღრუბელი. და ამისაა მნიშვნელობა და ამიტომ უთხრამს ბალამს უნდა დაერტყა მამაპაპების რწმენაზე. რომ მამა აბრაამი კი იყო მართალი რწმენა, მაგრამ მან სარა გაყიდა. მან ეს და ეს გააკეთა, მან ის გააკეთა, მან აგართან დაწვა. და ამ სისუსტეებზე უნდა რომ დაერტყა, მაგრამ ღმერთი ეს ლოცვად გადააკეთა. ბალაამის ხელა ლოცვად გადააკეთა. და პირველი გაკვეთილი არის ჩვენ, რომ ეშმაკი უტევს ჩვენს ოჯახებს და ჩვენს წინაპრებს. თუ ჩვენ ოჯახი გვყავს და ჩვენი შვილები გვყავს, ჩვენ შვილებს შოუტევს იმ სფეროში, სადაც ჩვენ სუსტები ვართ. და ჩვენი ბავშვებიც ამას ითვისება. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მშობლები ვიყოთ ყურადღებით. ეს პირველი გაკვეთილი. მეორე, რომელიც კუთხევაც აქ არის, ახლა ხალხი მკვიდრობს განცალკევები და ხალხთა შორის არის რიცხება. ბალაამს უნდოდა რომ ეს ხალხი ყოფილიყო როგორც ყველა ერი, ყველა ხალხი. მას უნდოდა რომ ისრაელი არ ყოფილიყო გამორჩეული, არ ყოფილიყო განცალკევები, არამედ ის ყოფილიყო ყველა როგორც იმ ქანაანში იყო კებცაყვანისმცემლები, ვინც თავიანთ შვილებს ბალაამ ღმერთ ბაალს წირავდნენ და ასე შემდეგ. ეს უნდოდა ბალაამს და ამიტომაც მას უნდა წარმოეთქვა ეს ხალხი, რომ ეს ხალხი ყოფილიყვნენ ასიმილირებული. მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ მე განცალკევებას ხედავ. ჩემო კარგებო, თუ შენ ხარ მორწმუნე, არ შეიძლება იყო ამ ქვეყნიური. არ შეიძლება იყო როგორც ამ ქვეყანაში ხდება ყველაფერი. არ შეიძლება ეს. ჩვენ ვართ გამოსალკავებელი, გამოყოფილი, განცალკევებული, კადოშ წმინდა უფლისა. ამას ნიშნავს. წმინდა სიტყვა კადოშ ნიშნავს როგორც გამოყოფილს, ასევე მიძღვნილს. მიძღვნილს, გამოყოფილს, რაღაცისგან გამოყოფილს და რაღაცისადმი მიძღვნილს. და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩვენ გვესმენდეს. ახლა ხალხი მკვიდრობს
განცალკევები და ხალხთა შორის არირიცხები. მორწმუნე არ შეიძლება იყოს ასიმილირებული. ასიმილირებული მე არ ვამბობ. კარგი გაგები, სუდი გაგები თო მორწმუნე არ შეიძლება იმის გავსებდეს ქვეყნიერებას. არ შეიძლება ის ქვეყნიერების სტანდარტებით ზომავდეს. არ შეიძლება ის ქვეყნიერების სამართლით ხელმძღვანელობდეს და არ შეიძლება ის ცხოვრობდეს ამ ქვეყნიერების ცხოვრებით. მაშინ ის მორწმუნე არ არის, მაშინ ის არ არის განცალკევებული. მეორე ყოველთვის შეტევა, რომელიც არის ეშმაკის, ის ყოველთვის ცდილობს. მოიქნები ფანატიკოსი. შეხედე ხალხი როგორ ცხოვრობს. შენ რითი ხარ განსაკუთრებული? კარგი რა, არ გინდა ხალხი გიჟად ჩაქმნის. მოდი რა იყავი მათნაირი. თითქოს ადვილია, ხო? მაგრამ ამაზე უტევს ეშმაკიც. მაგრამ ამაშიც ღმერთმა გამოუჩინა კურთხევა. ანუ განცალკევებლად, შენ ხარ განცალკევებული და არ გავხარ იმ ერებს, იმ ხალხს, იმ შენ ლოთ მეზობელს, იმ შენ ნარკომან მეზობელს, იმ შენ მოთამაშე ბიზაშვილს, იმ შენ სხვადასხვა საახუბლო წრეებს, რომელიც ადრე იყო საახუბლო და არიან ეხლა ცუდ გზაზე ადგან, არ გავხარ. ეს უკვე ღმერთის კურთხევა და ამაში უტევს ეშმაკი. რადგანაც მას არ უნდა რომ შენ იყო წარმართებული და კურთხეული. იესო ქრისტე იოანეს სახარებაში ამბობს, ეშმაკი მოდის რათა მოპაროს, მოკლას და დაღუპოს. პირველი ის კპარავს გაგებას, რომ შენ ღმერთს უყვარხარ. მეორედ, როდესაც შენ კარგავ ღმერთის გაგებას, რომ შენ ღმერთს უყვარხარ, შენ შები მარტო. მაშინ შენი მოკლა ადვილია, ის კლავს სულიერად. და შემდეგ ის სულიერად მოკლები შენ ყოფავს ის ცეცხლის გეენაში, დაღუპვისკენ მიყვება. ესაა ეშმაკის გზა და ყოველთვის ამ სფეროებს უტევს. მესამე კურთხევა, რომელიც ბალაამს აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ამ ტექსტში რომელსაც ვხედავთ, ეს არის პირველი კურთხევა ბალაამს წარმოთქმული, ვინ აღრიცხა იაკობის მტვერი და ვინ გამოთვლის ისრაელის მეოთხედს. და მოგწეს მართალთა სიკვდილი და იყოს ჩემი აღსასრული როგორც მათი. ვინ აღრიცხავს იაკობის მტვერს და ვინ გამოთვლის ისრაელის მეოთხედს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი აქ ჩემო კარგებო, რომ ჩვენ გვესმოდეს იაკობის მტვერში იგულისხმება შთაომავლობა. შთაომავლობა ქვიშა, რომელიც წამოვიდა ა ブラ ამს. გახსოვთ ღმერთმა რაც უთხრა ა ブラ ამს, შენი თესლიდან წამოვა მრავალი ხალხი ქვიშა. აქ არის ნალაპარაკი ყველა მორწმუნეებს. ეს არის კურთხევა, რომელიცაც მესამე ეშმაკი უტევს. ეს არის ის, რომ შენ როდესაც ადამიანი ხარ მორწმუნე, შენ იყო უნაყოფო. რა არის მორწმუნეს მთავარი ნაყოფიერება? ნაყოფიერება მე არ ვამბობ სულის ნაყოფებს. სულის ნაყოფებს უნდა ქონდეს. მეორე, ფიზიკური ნაყოფიერება. ფიზიკური ნაყოფიერება ის არის, რომ შენ როდესაც ქადაგებს სახარებას ამ ბიბლიას ავრცელებ, შენიდან მოდის ხალხი, მოდინან უფალთან. აი ამას გიკლავს ეშმაკი და ცდილობს ამას დაარტყას, რომ შენ არავინ არ მეიყვანო იესოსთან. თუ ის პირველი ორი, რომელიც შენ დაიჯერა და ის ყავს, ესენი გაქვს, ესენი ყოველთვის შეგიშლიან ხელს მესამეში, რომ შენ იყო წარმატებული, შენიდან იყო წარმატებული შთამომავლობა, რომ შენ ვინმე მოიყვანო იესოსთან. ვინ გამოთვლის ისრაელის მეოთხედს. ეს პოეტურად ნათქვამია და სინამდვილეში ზოგიერთ თარგმანში წერია, ზოგიერთ ებრაულ თარგმანში, მაგალითად იონათანის თარგმანში წერია, ეს არამეული თარგმანია და ჩვენ ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ. რა არის იონათანის თარგმანი? ანუ მას ფსევდო იონათანის თარგმანს უძახიან და მეორენაც მესამენაერად მას კიდევ უძახიან იერუსალიმის თარგმანს. იქ წერია აი ვინაკობის იაკობის ტვერს და ქვიშასო. მეოთხედის მაგრა წერია ქვიშა. და კომენტატორები ამბობენ ქვიშა რას ნიშნავს? ქვიშა ნიშნავს ისრაელის ცნებებს, რომელსაც ადამიანი ცხოვრობს მცნებების ასულებით. ანუ ეს ადამიანი, რომელიც ცდილობს დაიცვას უფლის მცნებები და ის მუდამ იცავს მცნებებს. ეს არის პირველი, რასაც ჩვენ ამ კურთხევაში ვხედავთ, ეს არის, რომ ეშმაკი უტევს ყოველთვის ჩვენ ხასიათს, ჩვენ სისუსტეებს, რათა ჩვენი სისუსტეები გადაადოს ჩვენ შვილებს. ანუ წინაპრებში იგულისხმება ისევე ჩვენ, რომელებსაც გვყავს შვილები და ოჯახები. მეორე, ის ცდილობს, რომ ჩვენ ვიყოთ არ გავწოდებოდეთ სხვა ხალხისაგან, ვიყოთ ასიმილირებული.
მესამე რომ ჩვენ ვიყოთ უნაყოფო. მეოთხე ასაც ჩვენ ხედავთ აქ სადაც ისრაელის მეოთხეც არის აქ იგულისხმება ებრაელი კომენტატორები ამბობენ. აქ იგულისხმება ის მცნებები რომელსაც ცდილობს ადამიანმა შეასრულოს და ეშმაკის ცდილობს რომ ადამიანმა არ შეასრულოს უფლის მცნებები. და შემდეგ ნატურას არის მოგტყეს მართალთა სიკვდილი და იყოს ჩემი აღსასრული როგორც მართლა. ბალაამა წარმოთქვა ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე რომ ეს არის ის სული რომელიც ეშმაკს უნდა. ნუ ცხოვრობ წმინდანად. ბოლოს მოინანიე. ბოლოს შენი ცხოვრე შენ გემოვნზე როგორც გინდა. ბოლოს მოინანიე და მოგდები. ანუ ცხოვრება წმინდანად ცხოვრება არ უნდა ბალამს, მაგრამ სიკვდილი როგორც მართალი მას უნდა. როგორც მართალი მოგდეს. და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი ფანდი რომელიც ეშმაკმა ჩაუდო ადამიანს. მოდი მე დღეს ვიცხოვრებ როგორც მე მინდა, ჩემ გემოზე, ჩემი იმით და სიცოცხლის ბოლოს მოვინანიე და მოგდები მართალი. ეს ასე არ მუშაობს. ეს არის ის წელა და ის აზროვნება, რომელსაც უდევს ეშმაკე ხალხს. ეს არის მეხუთე უკვე რაც არის, რაც ჩვენ ხედავთ ამაში. მეხუთე მოტივი ბალაამის დაწყებლის ისრაელისა მას უნდა რომ ისრაელს ეცხოვრა ღმერთის ცნებების არ შესრულებით იცხოვროს როგორც მას აწყობს, როგორც ეშმაკს აწყობს თქვა და ყველას თუ მოგდება მოენანიებაზე მაშინ არაა პრობლემა. რადგანაც მან იცოდა რომ თუ ადამიანი რომელიც ცხოვრობს თავისი გემოთი, თავის გემოზე ის არ არის ჯოჯოხეთისათვის საშიში. ის ვერ დაანგრევს ეშმაკის საქმეებს, ის ვერ დაანგრევს ჯოჯოხეთის ბჭენს. და ამიტომაც ბალაამი ამბობს ესეთ რამეს და ეს სული რომელიც მას უნდა წყევლა წარმოეთქვა ღმერთმა კურთხევაში წარმოთქვა და კურთხევად აქცია ეს სფერო. და ამიტომ ამბობს მოინდომა ბალაამმა რომ მართალი მოგდეს როგორც მართალი. ანუ თუ ადამიანი ცხოვრობს უფლის ცნებების დაცვით ის ხდება მართალი. როგორც პავლე მოციქული ამბობს, შეხედეთ რწმენის გმირებს და მათ აღსასრულს, როგორ ცხოვრობდნენ და როგორ აღესრულნენ და მიბაძეთ მათ რწმენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რადგან პავლემ იცოდა ბალაკის ეს ყველაფერი მას ნასწავლი კონდეს. ბავშვობიდანვე ასწავლენ ებრაელებს ამის განმარტების ტექსტებს და როგორ განიმარტება და რა გაკვეთილები ამაში ჩადებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ვესმოდეს. და მოდი ბანე მეორე კურთხევაც ვთქვათ. ამ შემდეგ ხო ბალაკი წამოხდა ეჩხუბა ბილაამს ეს რა მიყავიო, რატო დამილოცე ეს ხალხიო და აქ არის ძალიან ძლიერი გაკვეთილი რომელსაც ბალაამი ეუბნება წარმოთქმის ბილაამს. ღმერთი კაცი არ არის რომ იცროს და არც კაცი ზეა რომ აზრი შეიცვალოს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი რომელიც ჩვენ შეიძლება გამომჩა. ბალაკი ცდილობს ბილაამის წაყვანას სხვა ადგილზე. ამ ხრიდანო დამიწყევლე ისრაელიო. ამ ადგილიდან ვერ დაწყევლა და გადაყავს მეორე ადგილიდან. ანუ ბალაკი ცდილობს დაანახოს სიშიშვე ისრაელისა. სადაც დაუცველობაა, რადგანაც ისეუნება რომ მთლიან ისრაელს ვერ იხილა, მაგრამ ნაწილს იხილა ისრაელს და ის დამიწყევლეო. ამიტომ ცდილობს ბალაკი იცვლის ადგილებს. თქონდა გესმის ეს არის წარმართული აზროვნება, წარმართული რელიგია, წარმართული აზროვნება ფიქრობს სხვანაირად. ისინი ამბობენ, თუ რაღაცა მე არ გამოდის, ესე იგი რაღაც არასწორი ადგილია, რაღაც თვალია, რაღაც ავისა. აი ესეთი სულ წმენებით გაჟღენთილი იყო ეს ბალაკი. მაგრამ დღევანდელ სულიერი გაკვეთილი რაც არის ამაში, ბალაკი ცდილობდა სუსტი მხარეებზე ეჩვენებინა ბალაამისათვის, რომ ბალამს ჰქონდა ლეგიტიმური უფლება დაეწყევლა ისრაელი. მაგრამ უყურე რას ამბობს ღმერთი კაცი არ არის რომ მიცრუოს. ღმერთმა უთხრა ბალაამს არ დაწყევლო და არც კაცი ზია რომ გადაიფიქროს. ანუ ბალაკი ცდილობდა დაენახებია ბალაამისათვის სუსტი მხარეები ისრაელის და იქნებ ღმერთმა გადაიფიქროს ამ სისუსტეს და ამ სიშიშვის გამო დაინახოს ღმერთმა ისრაელის ცუდი მხარე, ბოროტი მხარე და
ამის გამო დავწყავთ. ხელოვნელ დღეს რო ხდება, ხელოვნელ დღეს რო ამბობენ და აკრიტიკებენ ისრაელს, ამბობენ. აი ისრაელი ესეთია, ამას ბომბავს, იმას აკეთებს, ამას ამბობს ქრისტიანებზე, ამასინად ერთი რაბს. მოდიში თემას გადავუხვით, დაუბრუნდეთ ბალაკის ისის. ანუ ბალაკი ცდილობს ისრაელის პრობლემა დაანახოს. ისრაელი არ არის კარგ დღეში, ისრაელში არის პრობლემები და ამიტომ მოდი ამ მხრიდან დამიწყებო. მაგრამ ღმერთი ამბობს, მე ისრაელს არ ვწყები, მე ვთქვი, რომ ისრაელს ვაკურთხებ, მე არა ადამიანი, რომელმაც გადავიფიქრო. ის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნდა გესმოდეს, რომ ღმერთმა თქვა, ვინც აკურთხებს ისრაელს, ის კურთხეული იქნება. ვინც დაწყევლის ისრაელს, ის დაწყეული იქნება. ყველა ვინც თქვენ ისრაელზე აუგს, ამბობთ, ყველა თქვენ წყევლაში ხართ. ეს ღმერთის წყევლა არის თქვენზე, თქვენს ოჯახებზე. ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს წმინდა წერილი, ბიბლია, რომლის საფუძველზეც თქვენ თავს თვლით ქრისტიანად. თუ თვლით ქრისტიანად, მაგრამ მე ეჭვმეპარება, რომ თქვენ ბიბლიის საფუძველზე თვლით ქრისტიანად თავს. თქვენ თვლით თქვენი მღვდლების და ბავშვობაში მონათლობის მიერ. თვლით თავს ქრისტიანად. რაც საერთოდ არაა ეს ქრისტიანობა. გადაშალე ჯობია ბიბლია და ცოტა აზროვნება ისწავლეთ. თუ არა და მოეშვით რა ამ თამაშებს. თქვით რომ ხართ ბოროტი ხალხი, შურიანი ხალხი, აღიარეთ, იყავით თამამი. თქვით რომ ხართ შურიანი ბოღმა ხალხი, რომელსაც გშურთ ისრაელის და წარმატებული ყველა ხალხის. ეს უფრო მართლები იქნებით ღმერთთან და თქვენ თავთან და ნაკლები ცოდვა ექნება. ვიდრე თამაში მორწმუნეობისა, რომელსაც თქვენ თამაშობთ და ფარისევლობას, რომელსაც თქვენ ჩადიხართ. ამაზე ძალიან მკაცრი პასუხი მოგეთხოვოთ. ღმერთისაგან. მე გლოცავთ, მე ვლოცულობ, რომ თქვენ შეინდოთ და გაპატიოთ უფალმა ეს ცოდვები და მიხვიდეთ მონანიების გზამდე. მაგრამ თუ არ მოინანიებთ, თქვენ თავს დააბრალეთ. ცდილობს ბალაკი დაანახოს და ღმერთი უნება ეს არ მოშოროსო. ჩემთვის ისრაელი კურთხეული ერეო. აჰა, კურთხევა მებრძანა. მან და არ მძალის მისი შებრუნება. ბოროტება არ შეუმჩნევია იაკობში და უმართლობა არ დაუნახავს ისრაელში. მეორე კურთხევაში, რომელსაც არის ეშმაკი, უტევს, რომ შეგიტიოს, რომ მიგითითოს შენს ცოდვებზე, შენს ნაკლოვანებებზე და ცდილობს და ჩაგიდოს თავში, რომ აი შენ რადგანაც ცოდვილი ხარ, აი რადგანაც შენ დღეს შეცოდე, აი რადგანაც შენ რაღაცა დღეს შეგეშალა, შენ აღარ ხარ ღმერთის რჩეული ადამიანი. შენ აღარ ხარ ღმერთის შვილი. ამიტომ შენ ხარ წყევლის დღესი და ამიტომ შენ უნდა დაიწყებო. მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ აი ეს ასე არაა. ღმერთი ამბობს, რომ მართალი შუჯესო დაეცეს, შუჯე წამოდგებაო. ანუ ჩვენ მართლობას არ გვთვის ჩვენი დაცემა და ჩვენი შეცდომები. ჩვენ სიმართლეს გვთვის ჩვენი წამოდგომა. მართალი იმიტოა, მართალი ის წამოდგომის უნარი აქვს უფალში და ის წამოდგება და ის არ იმსახურებს წყევლას. რადგანაც მას ყავს უკვე შუამავალი. შუამავალი უკვე რომელიც ჩვენ ყავს იესო ქრისტე და ამ დროს აქ ჯერ ისრაელი არაა, მაგრამ ისრაელი მოლოდინში ამ მესიის. მაგრამ ისრაელის მესიასადმი წმენის გამო არ ეთვლებათ. და ღმერთი ამბობს, მე არ მინახეო მათი შეცდომაო. ბოროტება არ შეუმჩნევია იაკობში და უმართლობა არ დაუნახავს ისრაელში. რატო ამბობს ღმერთი ამას? იესო ქრისტეს პერსპექტივიდან ამბობს, მესიის პერსპექტივიდან უყურებს ღმერთი ისრაელს. რადგანაც თქვენც რომ ღმერთს არ აქვს დრო, ვადები, ის უსასრულოშია. მისთვის უკვე ისრაელი არის შემდგარი პროდუქტი და შემდგარი როგორც ღმერთის ერი. ეს რაოდენე გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ფაქტი ასეა. ის უყურებს და ჩვენს, რომელიც ესე ვცხოვრობ, ჩვენს უნდა მივიღოთ ეს, რომ ჩვენ ღმერთი უკვე ვიყურებს როგორც შემდგარ პროდუქტს, როგორც გამარჯვებულებს. და ამიტომ ეს მე-6, რომელიც დარტყმა, რომელიცაც მოდის ეშმაკს მოაქვს ჩვენზე, ეს არის ის ვეცევა კურთხევად. უფალი მისი ღმერთი მასთანა და სამეფო ყიჟინაა მასში და ამაზე მინდა გავჩერდეთ. იონათანის თარგუმი, რომელიც ჩვენ ზემოთ ვილაპარაკეთ, ძალიან მნიშვნელოვანი თარგმანს გვეუბნება. ის გვეუბნება ესეთ რამეს, რომ ღმერთის თანდასწრება შეხინა მათთან
და მესის საყვირის ხმა მასთან. ძალიან საოცარი რამეა რა. აი ეს ამბობს პირდაპირ იონათანის ტარგუმი, ეს არის იერუსალიმის ტარგუმი, რომელიც გვიყვება ამ ძლიერ მუხს, რომელიც ამბობს. ანუ წყევლა, რომელიც უნდოდა გაეკეთებია ბალამს ისრაელზე, აი ნახე ისრაელი ბოროტია, ისრაელი ცოდვილია, ეშმაკი რომელიც იყენებს ტაქტიკას, აი შენ ხარ ცოდვილი, აი შენ ხარ ბოროტი, ამდენი შეცდომები გაქვს, ღმერთი გეუბნება, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ, ჩემი თანდასწრება შენთან არის, რადგანაც ჩემი ძის, შენი მესიის საყვირი, ანუ საყვირი მეორენაირად აქ კიდევ ზოგიერთი თარგმანები ამბობს სიტყვა არის შენთან. იესოს სიტყვა არის, მესიის სიტყვა არის შენთან. საყვირი ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი სულიერი მნიშვნელობა აქვს ამ საყვირზე და გამოცხადების წიგნზე როდესაც ჩვენ მივალთ საყვირების განმარტებაზე, ჩვენ ვილაპარაკებთ თუ რას ნიშნავს საყვირი ებრაულ ტრადიციაში. ან შეიძლება საყვირების დღესასწაულზე განვმარტოთ ეს, რომელიც ახლა სექტემბერში ხდება. ნუ ერთი სიტყვით ელოდეთ საყვირების განმარტებას. ერთ-ერთი განმარტება საყვირის ეს არის ღმერთის სიტყვა და თავიანთი მესიის საყვირი არის მათხელში. ანუ კიდევ სხვანაირი თარგმანები სხვადასხვა თარგმანს იძლევა. ერთ-ერთი თარგმანი რომელიც არის კიდევ ესე თარგმანს ვთავაზობთ. უყურეთ, ღმერთის შეხინა არის მათთან, ღმერთის თანდასწრება არის, სამეფო თანდასწრება არის მათთან და მოცაცა დამეკარგა ღმერთი მასანა და სამეფო ყიჟინა მასში და უფლის სამეფო სიტყვა არის მასში. ესე არის კიდევ ესეთი განმარტება არის, ესეთი ტექსტი არის კიდევ თარგუმში. თარგუმები თქვენს ეს არის არამეული თარგმანი ძველი აღთქმისა. ანუ ისა რომ ჩვენ გვაქვს ეშმაკი რომელიც მიგვითითებს ჩვენ ცოდვებს და მიგვითითებს ჩვენს ნაკლოვანებზე, ეს არ მუშაობს. რადგანაც ღმერთი გვიყურებს ჩვენ როგორც მართლებს. ბოროტება არ არის ჩვენში, თუ ჩვენ რა თქმა უნდა უფლისმცემების დავდივართ. აქაა ძალიან მნიშვნელოვანი. შესწომები იქნება, წაქცევები გვექნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დამარცხებული. აი გავჩერდეთ მეგობრებო, რადგანაც ძალიან დიდი თემა გაკვეთილი გამოგვივიდა და მოდი დღევანდელი თემა შევაჯამოთ, რაც ჩვენ თქვით, თორი საკვირო თავი რა ბალაკი რას ვასწავლით ჩვენ. ვასწავლის და გავმარტეთ პირველი კურთხევა, პირველი ორი გავმარტეთ პირველი კურთხევა თავიდან ბოლომდე და მეორე კურთხევა ნაწილი. დანარჩენს მე დრო რო გვექნება გავმარტავთ. ან შეიძლება მომავალ წელს ვისაუბროთ კიდევ ამ დაუბრუნდეთ, როდესაც ისევ თორის ამ საკვირო თავს გავზრდით. ვთქვით, რომ ეშმაკის უნდა ყოველთვის გვიტევს ჩვენ მავნეჩვევებს და ჩვენ ხასიათზე, რათა ჩვენი ხასიათი და ჩვენი მავნეჩვევები გადავიდეს ჩვენ შვილებზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ეს სფერო მოსაწესრიგებელი გვაქვს. ყოველთვის ეშმაკი ცდილობს, რომ ჩვენ არ ვიყოთ განცალკევებული. ყოველთვის ცდილობს, რომ ჩვენ ვიყოთ ამ წუთის სოფელს დავემსგავსოთ და ყოველთვის ამაში გვიტევს, რომ არ და მოაქვს ასეთი სწავლება, რომ არ ვიყოთ ფანატიკოსები და ვიფიქროთ ასე. ვიფიქროთ როგორც ყველა ხალხი და ვიყოთ როგორც ყველა ხალხი. ამაშიც გვიტევს ეშმაკი. მაგრამ ეს ამაშიც ვარ ჩვენ გამორჩეული, რადგან ჩვენ ღმერთს მაგა მოგვარჩია. მესამე რომელსაც ჩვენ ვხედავთ ეს არის რომ ვინ აღრიცხა იაკობის ტვერი ჩვენი ღმერთისმცემლები ცხოვრება ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანი რომ ჩვენ ვიცხოვროთ ღმერთისმცემლები რათა ღმერთისმცემლების ცხოვრებას მოაქვს სამეფო ღმერთის სასופველი ღმერთის სასופველს აქვს თავისი კონსტიტუცია თავისი კანონები ამ კანონებს როდესაც ჩვენ ვიცავთ ჩვენ მოყავს ღმერთის სამეფო აქვს მაგრამ ეშმაკი ცდილობს, რომ არ ვიცხოვროთ ჩვენ მოწმუნე ცხოვრებით და ვიცხოვროთ რომ ჩვენ გვემოზე, ჩვენ ხასიათზე, რათა შემდეგ სიცოცხლის ბოლოს მოვინანოთ. ეს არის ის ფანდი, რომელსაც ეშმაკი იყენებს ჩვენს მიმართ და ამაშიც ღმერთმა გვაკუთხა ჩვენ, რომ გვასწავლა და გვეუბნება, რომ თუ ღმერთისმცემლებს იცავ, შენ მოგვწები როგორც აღასრულებ, როგორც მართალი. ეს არის პირობა. მეცისა. ყველა მოწმუნეს მიმართ.
მეორე კურთხევაში ჩვენ როდესაც დავიწყეთ განმარტება, მეორე კურთხევაში ჩვენ დავინახეთ, რომ ღმერთი არ ცურობს და ღმერთს არ აქვს გადათქმა. თუ ღმერთმა ერთხელ თქვა, რომ ისრაელი ჩემი ერია, ის არ გადათქვამს, ის არ იცვის, მასზე არაფერი არ ზემოქმედებს, ის არის თავისი სიტყვის ერთგული. ამიტომ ის ღმერთი შემოგარგებოდა და ის არ არის ადამიანი. ანუ ადამიანმა რაც არ უნდა ცოდვა ჩაიდინოს, რაც არ უნდა გზას გადაუხვიოს, ღმერთს მაინც ეყვარება ეს ადამიანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს ის ცოდვილი ადამიანი, რომ ღმერთს უნდა რომ ესეთი ადამიანი დარჩეს. ეს სხვა თემაა და ამაზე სხვადასხვა ვისაუბრებთ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ისრაელი დაწყევლიერია, ეს არის ტყუილი და ღმერთმა უარყო ისრაელი, ეს არის ტყუილი და ცრუსწავლება. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელი არის კურთხეული. თქვით აგრეთვე, რომ ეშმაკი ცდილობს ყოველთვის გააშიშროს ჩვენი სუსტი მხარეები და დაგვარტყას იქ, რადგანაც ჩვენ ჩაგვიდოს ესეთი აზრი, რომ თუ მე შემეშალა, თუ მე შემწოდე დღეს, ესე იგი მე სოდვილი ვარ და აღარ ვიმსახურებ კურთხევას. ეს არის ის სწავლება და ის ფანდი, რომელსაც ეშმაკი ეყენებს ჩვენს მიმართ. და ესეც ღმერთმა კურთხევად მოაქცია. და მესამე, ჩვენი რაც არის ჩვენი მონდომება, რაც არის ჩვენი სასწორება, ეს არის მესიის სიტყვა, რომელიც გვაქვს ჩვენ. მესიის იმედი გვაქვს ჩვენ. ამიტომ მესია, ყველაფრის მიზეზი ეს არის მესია. საწყისი და საბოლოო და შვა და მიზანი აზრი არის მესია, მაშიახი. ამიტომ ვარ ჩვენ კურთხეული. და ამაში ვხედავ ჩვენ, რომ მესიის საფული, ანუ მესიის სიტყვა არის მათთან. ყველა მოწმუნე ადამიანთან უნდა იყოს მესიის, იესო ქრისტეს სიტყვა, იესო ქრისტეს სწავლება, იესო ქრისტეს საყვილი მიოლენარეთ ვთქვათ. მაშას ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა დღევანდელ დღეს, ძალიან დიდი ვიდეოს გამომივიდა, მაგრამ მე მგონია ძალიან საინტერესო იყო თქვენთვის, ძალიან ბევრი სიახლეები გაიგეთ, ამიტომ აუცილებლად გამოგვიწერეთ, რათა არ გამოგჩეთ ახალი ვიდეოები, აუცილებლად გააზრეთ, აუცილებლად დააკომენტარეთ და აუცილებლად მოიწონეთ. და ასევე მოგიწოდებთ, რომ დაგვიდექით ფინანსურად გვერდში. თუ თქვენ არ იქნებით ჩვენთან ფინანსურად, ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ მართლა არ გაინტერესებთ და აგვისტოს ბოლოს უკვე თუ ესე და გაგრძელდა ეს ტენდენცია, აგვისტოს ბოლოს მართლა დავხურავთ ყველაფერს და აღარაფერს აღაზრი არ იქნება. ამიტომ ილოცეთ ჩვენზე, რომ ეს ყველაფერი გამოსცადოს. მაშასე იყავით კურთხეული და წარმატებულები. აი უფალი გპარავდეთ. გაგრძელება იქნება.